გამარჯობა. ამ ვიდეოში ვნახავთ, როგორ დავწეროთ კოდი, რომელიც გადმოიწერს YouTube-დან ვიდეოს, და ასევე ვნახავთ აუდიოს გადმოწერის ვერსიასაც. ოღონდ ამისთვის ჯერ გარკვეული სოფტვეარი გვჭირდება, აი ეს, კერძოდ FFmpeg. დაგუგლეთ უბრალოდ ეს და შედით აი ამ ძიების რეზულტატში დააჭერეთ downloads. ხო, პირველ რიგში რომ გითხრათ ეს რა არის, მოდით გაჩვენებთ პრინციპში კოდს, ჯერჯერობით უბრალოდ გავუშვებ და ვნახოთ როგორ მუშაობს. აი, გადმოწერს ახლა ამ ვიდეოს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ აი აქ. ხო, ეს არის ჩვენი ვიდეო. კარგი, ახლა რაღაცა არცამიანი შემთხვევითი ვიდეო არის. აქ მე მიწერია, ნახეთ, ფორმატი მინდა მეთქი best video plus best audio. რაც რეალურად ჩვენი ბიბლიოთეკა, ეს YouTube Download Plus-ი, რომელსაც უბრალოდ pip install-ით სჭირდება დაინსტალირება, გაჩვენებთ ამას მერე. ვიდეოს ცალკე იწერს და აუდიოს ცალკე იწერს და აი ამ FFmpeg-ის მოვალეობაა, რომ ეს ორი გააერთიანოს და დაადოს ერთმანეთს. და ჩვენ უნდა გადმოვწეროთ ეს და კიდე რაღაც პროცედურებია საჭირო და მაგასაც გაჩვენებთ. მოკლედ აი ამას დააჭირეთ. გადმოწერეთ აი დოშტ ეს ვერსია. საკმაოდ ნელა იწერს, მაგრამ დაელოდეთ, აი ამას დააჭირეთ ამ ლინკს და დაიწყება გადმოწერა. როცა გადმოიწერთ, ნახეთ, რაც გადმოწერეთ, მაუსის მარჯვენა ხილაკს დააჭირეთ და აი ეს extract all. დაინსტალირეთ, სადაც გნებავთ. და თან დაიმახსოვრეთ, სად დაინსტალირებთ. მე მაქვს დაინსტალირებული აი აქ, შედით თქვენ აი იმ ფოლდერში, რაც გაკეთდა, სადაც დაინსტალირეთ და მაგ ფოლდერში და შემდეგ bin ფოლდერშიც შედით და აი აქ ცარიელ ადგილას მოიტანეთ მაუსი, დაკლიკეთ და აი ეს დააკოპირეთ უბრალოდ. ამის მერე ძებნაში ჩაწერეთ edit the system environment variables, აი ეს გვაინტერესებს რეალურად, ამას დააჭირეთ და advanced კატეგორიაში გადადით და environment variables. ამას უნდა დააჭერთ, შეგიძლიათ ორივეგან ან აქაც, ან აი ეს არის ასე ვთქვათ, ის Windows-ის ერთ-ერთი user-ი თუ account-ი, რაც თქვენ გაქვთ. შეიძლება რამდენიმე ეგეთი ის გქონდეთ, ხო, account-ი, რაც მე ამ კომპიუტერზე მაქვს მხოლოდ ერთი. და აი თუ აი აქ ჩაამატებთ მაგას, თუ აი ამას აირჩევთ, მოკლედ, მაშინ ყველა account-ისთვის იქნება ეგ საერთო. არა მხოლოდ აი ამ ერთი account-ისთვის. მოდი გავაკეთოთ ეგრე ჩვენ, რომ ყველა ნებისმიერი user-ისთვის იყოს ეგრე, რაც გვაქვს შექმნილი ჩვენ კომპიუტერში. ამიტომ აი path, აი ეს ნახეთ აქ შედით და დააჭირეთ news და აი აქ ჩააკოპირეთ, რაც დააკოპირეთ. მე ეს უკვე გაკეთებული მაქვს აქ. ამიტომ ამას აღარ ვიზამ. როცა ჩააკოპირებთ, დააჭირეთ OK-ს, მერე კიდე OK-ს და მერე კიდე OK-ს. ამის მერე, ხო, ეხლა ეს რატო გავაკეთეთ? იმიტომ რომ რეალურად აი აქ არის აი ესეთი exe ფაილები, რომლებსაც უშვებს ჩვენი YouTube Download Plus-ი. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ვუთხრათ ჩვენს ოპერაციულ სისტემას, თუ სად მდებარეობს ზუსტად ეს ფაილები, რომელსაც უშვებს ჩვენი ეს YouTube Download Plus მოდული. იმიტომ რომ ავტომატურად ამას ვერ ხედავს ის და ჩვენ უნდა მივუთითოთ ისი მისამართი. კარგი, ახლა დავაინსტალიროთ ჩვენ pip install YouTube Download Plus-ი. გავუშვით ეს კოდი, დააჭირეთ enter-ს. და ახლა რა ხდება თვითონ ამ კოდში. აქ ესეთი ცვლადი მაქვს შექმნილი, რომელიც არის რაღაცა შემთხვევითი ვიდეო, როგორც გითხარით. შემდეგ options ცვლადი მაქვს და ეს options ცვლადი ნახეთ გადაეცა აი ამას. ჯერჯერობით
აი კიდევ ერთხელ გეტყვით options წვლადში რა ხდება. აქ format ესეთი key გვაქვს. და ეს format key თუ გვინდა რომ ვიდეო გადმოვწეროთ, თან საუკეთესო ხარისხში, უნდა დავწეროთ best video plus best audio და ახალი ხაზი best. ეს ყველაფერი ჩვენ დოკუმენტაციაში გვიწერია. აი ჩავხედავთ დოკუმენტაციასაც და ასევე მაქვს ესეთი key value წყვილი merge output format mb4. ხო, ანუ მე მინდა რომ ეს ყველაფერი გაერთიანდეს, აუდიო და ვიდეო ერთად იყოს და პლუს mb4 ფორმატი მქონდეს. შემდეგ გვიწერია with YouTube აი ესეთი კოდი, ხო? აი ამ მოდულიდან ესეთი კლასი არის YouTube DL და აი ამ კლასს უნდა გადავცეთ ჩვენი option-ები. და შემდეგ უნდა გამოვიყენოთ აი ეს download მეთოდი, რომელსაც გადავცემთ video URL სვლაც. ეხლა ეს download-ი აკეთებს გადმოწერას და ამავდროულად აბრუნებს error კოდსაც. ნუ ჩვენ ვიცით რომ თუ error კოდი არის 0, მაშინ ის ყველაფერი კარგად არის, ხო? error 0 ნიშნავს დადებითს. კარგი, ნუ ეს არის კოდი, რომელიც თავტესტეთ, ხო? ჩვენ რო გავუშვათ, გადმოიწერება ვიდეო. ეხლა მოდი ვნახოთ აუდიოს გადმოწერის ვერსია. აი ეს არის თვითონ საძიებო სისტემაში აგრიფეთ YouTube ის download plus-ი და შედით აქ GitHub-ის რეპოზიტორიაში. აქ შეგიძლიათ ნახოთ უფრო დეტალურად. თუმცა ძალიან ბევრი რაღაცის წინასწარ ცოდნას მოითხოვს ეს დოკუმენტაცია, ამიტომ არ გაგიკვირდეს თუ ბევრი რამე გაუგებარი იქნება. იქ აუდიო ფაილებზეც რაღაცები უნდა იცოდეთ, ვიდეო ფაილებზეც და ეხლა თუ დაგჭირდათ თქვენ ამისი გამოყენება, მე უნდა ჩაუღრმავდეთ. ეხლა მხოლოდ ვიდეოს ესე გადმოსაწერად არ ღირს რომ ეხლა ძალიან დიდი დრო დაკარგოთ თქვენ ამაზე, ხო? კარგი, ეხლა აქ აი ეს მინდოდა მომეძებნა მაგალითები. აი აქ არის მაგალითად აუდიოს გადმოწერის მაგალითი, რომელიც შეგვიძლია პირდაპირ დავაკოპიროთ. რახან გვაქვს ამისი კომფორტი. და აი ასე ჩავსვათ ჩვენს VS Code-ში. აქ ეს არ ვიცი რამდენად მუშა ლინკია, სიმართლე რო გითხრათ. რასაც ხედავთ, აი ნახეთ post processors, აი ამ keys იყენებთ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც კიდევ უფრო დამატების დეტალები, აი მაგალითად ამ შემთხვევაში FFmpeg-ს პირდაპირ დავავალეთ, რომ აუდიოს ექსტრაქცია გვინდა ამ ლინკიდან, აუდიოს ამოღება გვინდა ამ ლინკიდან. და გვაქვს ესეთი კიდე key preferred codec, ანუ სადაც ვუთითებთ რა ფორმატში გვინდა რომ ეს იყოს. ხო, M4 არის ესეთი ფორმატი აუდიო ფაილის. აქ შეიძლებოდა კიდე ერთი keys დამატება, მაგალითად preferred quality, ესეთი key და ეს შეიძლება იყოს აი აუდიო ფაილი, ძირითადად 198 შეიძლება ეს იყოს. ანუ აქ რა არის? ეს არის bitrate. ხო, ანუ აუდიო ფაილს, რაც უფრო მაღალი bitrate აქვს, მით უფრო ხარისხიანი აუდიო ფაილია. შეიძლება, ну, ყველაზე დაბალი მეგონი 128 არის, გვაქვს 256-იც, მაგრამ მითვლება, რომ 198 არის ის 192, ბოდიში 192 არის ის შუალედური bitrate, რაც არის საუკეთესო ბალანსი ხარისხსა და ფაილის ზომას შორის. ხო, რაც უფრო მაღალ bitrate-იანი აუდიო, უფრო კარგი ხარისხით არის, მაგრამ თან უფრო დიდი ზომის ფაილიც გამოდის. ხო, ამისი ჩამატებაც შეიძლებოდა. კარგი. მაგრამ ეს არის რაც გვაქვს დოკუმენტაციაში. აქ არის გამოყენებული ეს error code. რომელსაც გაჩვენებთ როგორ მუშაობს. მოდი მე ჩემს YouTube ვიდეოს დავაბრუნებ. ხო, რომელიც მქონდა სადღაც აქ. აი ეს. კარგი, აი ეს ლინკი მინდა რომ წამოვიღო უბრალოდ. რო არ ვეძებოთ და ამას ჩავსვამ აი აქ. და ეხლა გადმოვიწერთ ხოლმე აუდიო ვერსიას. და რაზე მინდა ყურადღება გამომახვილებინა, ეს რატო წერია, ხო? ანუ როგორც გითხარით, ეს
download მეთოდი გადმოიწერს ჩვენს ვიდეოს, მაგრამ თან აბრუნებს error code-საც. თუ 0 დააბრუნა, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. აი მოდი დავპრინტოთ ჩვენი error code, ცვლადი. ეს და ვნახოთ ეგ არის თუ 0-ის ტოლი იქნება, თუ 0 დაგვიბეჭდა, მაშინ შვენიერი. და გაშვენებთ თან ეს download მეთოდი, რომ აბრუნებს ნამდვილად error codes. გავუშვეთ მოდი ესა. ესე ერთი რომ გადმოწერილი გვაქვს ეს და შეუშლის პრობლემას, კი ბატონო. აი გვაქვს 0 error code, ანუ აი ეს ამის შედეგი არის ეს 0 რომ დაიწერა აქ. და შეგვიძლია ვნახოთ აი ეს ჩვენი აუდიო ვერსიაც, ეს არის ვიდეო ვერსია, ეს არის აუდიო. აუდიოს აქ ვერ გავხსნევთ თას, მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ კონკრეტულად ის ფაილის, ხო, ის ფოლდერი, სადაც გვაქვს შენახული და მან გვექნება ეს აუდიო ვერსიაც, ხო, ინახეთ დაბოლოება M4 არის, ანუ აუდიო ვერსია. კარგი, ეს არის ჩვენი ვიდეო, ამით დავასრულებ, ვფიქრობ, საინტერესო იყო თქვენთვის.